თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა პოლიტიკოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. ჯაფარიძის განცხადებით, შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლოს ხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. დარბაზი კი უკვე სავსე იყო. სხდომაზე დაცვის მხარემ დარბაზის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თემას ჩვენი ჟურნალისტი მაკა ალაშხია განაგრძობს. მაკა, როგორ მიმდინარეობს პროცესი და რას განიხილავენ ახლა მხარეები? ამ წუთებში სხდომათა დარბაზში მსჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე, მანამდე კი ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს და მათ შორის, როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, პირველი იყო დარბაზის შესვლასთან დაკავშირებით. მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, სადაც ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები და პარტიის წევრებს უნდოდა დასწრებოდნენ ზურაბ ჯაფარიძის პროცესს, რა დროსაც მას მანდატური სამსახურმა განუმარტა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და შესაბამისად ისინი ვერ შეძლებდნენ დარბაზში დასწრებას. ამის შემდეგ ამას მოყვა სწორედ მათი უკმაყოფილება და შემდეგ უკვე საქმეში ჩაერთო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს უკვე დაატოვებინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეს ტერიტორია და უკვე მათ გადმოინაცვლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც ისინი ამ წუთებშიც იმყოფებიან და ელოდებიან თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, კიდევ ორი შუამდგომლობა დააყენეს ამ ეტაპზე ადვოკატებმა. ერთი შეეხებოდა მოსამართლის აცილების საკითხს, როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, აღნიშნული მოსამართლე არის მიკერძოებული და შესაბამისად ის ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რაც შეეხება უკვე შემდეგ შუამდგომლობებს, ისინი ითხოვდნენ დაკითხულიყვნენ სხდომათა დარბაზში კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი, ასევე თავად ბრალდებული საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ასევე მოითხოვეს პოლიციის მაღალჩინოსნების თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის და მისი მოადგილის სერგი ბზიშვილის დაკითხვა, რაზეც მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობებიც ნაწილობრივ არ დააკმაყოფილა, ჯერჯერობით არ ვიცით რა გადაწყვეტილებაა მიღებული თავად ბრალდებულთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამართალდამცავების დაკითხვას, მოსამართლემ თქვა, რომ აღნიშნულ საქმესთან ისინი არ არიან შემხებლობაში და შესაბამისად არ მოხდება მათი დაკითხვა. რაც შეეხება თეა წულუკიანს, არც ამ შემთხვევაში იქნა დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნა. უფლებადამცველებს სამართალდამცველებთან ჰქონდათ შეკითხვა თუ რატომ იყო აუცილებელი ასეთი სამართალდამცავების მობილიზება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და რას უკავშირდებოდა აღნიშნული ფაქტი. თქვენი ცოლი არის მეგობარი პროკურორის. შეიძლება გითხოთ არის თუ არა სინამდვილეში. როგორ უნდა გავარკვიო ამგვარი საკითხები თქვენ თუ არ მითხარით? არც ერთ პროცესზე, არც ერთ მოსამართლეს ჩემთვის უარი არ უთქვამს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებასთან ასულ შეკითხვაზე, როცა საკითხი ეხება მის აცილებას. და აბსოლუტურად უკანონოა ეხლა რასაც აკეთებთ. დარბაზ გარეთ არის მძიმე ვითარება, თქვენ ეს არ გაინტერესებთ და უნდა გაინტერესებდეთ, არის თუ არა საქმე პოლიტიკური შინაარსის. ძალიან მაინტერესებს, რატომ გადაიკეტა დღეს ყველა შემოსასვლელი სასამართლოში, რატომ არ შემოუშვეს არავინ და რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ვის მიერ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და რა დასაბუთებით. იგი მართულია პროცესი გაჭიანებისაკენ და გამომდინარე ამბობ საჩინევა შეიძლება გასაჭირდეს საბოლოო გადაწყვეტილებასთან. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოსულები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომელიც ამ წუთებში იმყოფებიან შემოსასვლელ კართან და ისინი ელოდებიან გადაწყვეტილებას. მათ შორის არიან ის ოპოზიციური ლიდერები, რომელსაც ედავებიან სწორედ იგივე მუხლით, რაც წარდგენილი აქვს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს. ნიკა მელია არის ერთ-ერთი, რომელიც არ აპირებს გირაოს გადახდას. ასევე იმყოფებოდა აქვე ზურაბ
იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მან გადაიხადა გირაო, ყველა იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად და შესაბამისად ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილება მისი თქმით უკავშირდებოდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია მისი დაჭერა უნდა და ის ამ საქმეს არ გაუმარტივებდა. შესაბამისად კითხვაზე უნდა გადაიხადონ თუ არა გირაო, სხვადასხვა პოლიტიკოსებმა პასუხი თითქმის არის ერთნაირი, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალურად. ზურაბ ჯაფარიძემ შესვლამდე გააკეთა კომენტარი, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ის ელოდება, რომ დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება აღკვეთი ღონისძიების შესახებ დააყენებს შუამდგომლობას. ზალი ძაბავენ, არაფერი დასაძაბი არ არის. აქ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები შემოდიან, ადამიანები დგანან ეზოში, ადამიანები დგანან კორიდორებში, არავის არ აუგზავია არც სასამართლოს ეზოში დგომა, არც სასამართლოს კორიდორში დგომა. და ის პასუხი, რომ დარბაზში მეტი ადგილი არ არის და ეზოში არ შემოგიშვებ, აი ჩვეულებრივი სიგიჟე, კანონს არ უღებენ. აი ეს ფორმიანი ხალხი, რომელიც კანონს უნდა იცოდეს, ჩვენ თვალწინ არ უღებენ კანონს. ნუ დამაპატიმრებენ მაღალი ალბათობით. ეს ეხლა რაც ხდება, ეგეც ხო მაღაზია მიანიშევრს საუბრობთ დამიჭერია. რისთვის აკავებენ დღეს ზურაბ ჯაფარიძის, იმისთვის რომ არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელიც არ არის აღიარებული სოფლიოს მიერ, წულუკიანის დარეკილზე ის სამართლიანად არ გამოცხადდა. იმ კომისიაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად არალეგიტიმურია, სადაც ოპოზიციონერთა ნახევარი უნდა იყოს, მაგრამ არც ერთ ოპოზიციონერი არის და ამის გამო მას ახლა აკავებენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოყვება, ამ პრინციპულ ბრძოლას მოყვება შედეგი კონკრეტული ამ ძალიან მართა ბრძოლაში, სადაც ასობით ათასი ქართველი არის ჩართული პასიურად თუ აქტიურად. მე თვითონ გადავიხადე გირავო, არ მოუწოდება არავის მაინდა-მაინც მომბაძოს მე არ გავუადვილებ ივანიშვილს ჩემს დაპატიმრებას. მას აქვს ეს სურვილი უკვე დიდი ხანია, მე-6 წელია გვდევნის, მოყენებული გვაქვს მუხლი, რომელიც გულისხმობს ერთ წლამდე პატიმრობას. ეს იქნება შეთითქმული მორიგი ბრალდება, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ არ გამეადვილებინა მისთვის ჩემი საპატიმროში გამოწყდება გირაოს არ გადახდის გამო, მაგრამ აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანებს, რომლებიც არ ეხტიან გირაოს, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისია არის კანონს მიღმა, კონსტიტუციის დარღვევით შექმნილი და ყველა ეს ადამიანი, რომელიც ხარს უჭერს ეს კომისიას, ის არის კონსტიტუციის დარღვევის მომხრე. სხვადასხვა ოპოზიციონერ ლიდერებს, მათ შორის ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომლის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, 359 მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნით დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ერთ წლამდე პატიმრობას და ან ჯარიმას. მე გეტყვით, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ამ საქმესთან დაკავშირებით 20,000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა და მას უკვე გასული აქვს ამ გირაოს გადახდის ვადა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით დააყენებს თუ არა აღნიშნულ სახელმწიფო ბრალდებას აღკვეთი ღონისძიების გირაოს პატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას. მადლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მაკალაშხია საუბრობდა.